მაგას ნაცემის არაფერი ეტყობა ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. ხარება ირწმუნება, რომ უბილავა სპეცრაზმელებს არ უცემიათ. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თავად გიორგი უბილავაც და ამბობს, რომ დაზიანებების პარინგის დროს მიიღო, თუმცა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. მოსამართლეც ეკვალვა მწითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში, წერს ადვოკატი მარიკა არევაძე. საუბარია მოქალაქეზე, რომელიც პოლიციამ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ დააკავა. მანამდე ის ცდილობდა მთავრობის წევრების მიერ მოტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა. ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესის აშენებას გეგმავს. კობახიძის განკარგულების მიხედვით მთავრობამ ფაჩულიას კომპანიას სადმელი ჰეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 59 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა. ინვესტორმა ყოველწლიურად 18,973 ლარი უნდა გადაიხადოს. ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ კობა ხაბას დაუსწრებლად 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხაბაზი დამნაშავეცნე შეერაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობის მუხლით. ის უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ 2022 წლიდან იბრძოდა.